ქრისტიანდგა მოგესალმებით. მთელი ეკლესიის მწუხარებას ვიზიარებ ჩვენი წმინდა მამის ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ორიოდე სიტყვით მისი პონტიფიკატის, მისი მოღვაწეობის შესახებ. სინთეზურად რომ შევხედოთ, მან თავისი ეპისკოპოსობის მოტო miserando atque elegendo დატოვა, როგორც ასევე პაპობის მოტო, ანუ ესე იგი დევიზი, რომელიც აჯამებს მის ცხოვრებასა და მსახურებას, მოღვაწეობას და ეს ნიშნავს, რომ ესე იგი იესო ქრისტემ მათი აირჩია და სიყვარულით შეხედა და სწორედ ასეთი განწყობა ჰქონდა პაპსაც განსაკუთრებულად ყველას მიმართ და განსაკუთრებულად უკანასკნელების, გარიყულების, საზოგადოებიდან მარგინალიზებული ადამიანების მიმართ. და ასევე შეიძლება მარიამის მიმართ მას განსაკუთრებული ყურადღება ჰქონდა, შეიძლება შევაჯამოთ ასევე ტახტებიდან გადმოყარა ძლიერნი და ამაღლა თავმდაბალნი. ეს სწორედ მშვიდობისათვის 8 წელი და ასევე მისი სწრაფვა, ეს გამოიკვეთა ასევე აფრიკაში, როდესაც მან თავმდაბლობა გამოიჩინა და ეამბორა ფეხსაცმელზე სახელმწიფოს მეთაურებს. სწორედ ეს იყო მისი მზრუნველობა და განსაკუთრებული სიყვარული. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში თუმცა მას ძალიან უჭირდა, მაგრამ მაინც ბოლომდე დაიხარჯა, ისე როგორც იესო ამბობს, რომ როგორც შეიყვარა თავისიანები, ასევე ბოლომდე უყვარდა და შესაბამისად ეს იკვეთება სწორედ მის ცხოვრებაში, თუმცა მას ხალხთან კონტაქტი აკრძალული ჰქონდა, მაგრამ თავად მოითხოვა და იყო ასევე წმინდა პეტრეს ტაძარში, შემდეგ მიცა განსაკუთრებული კურთხევა ორბ et urb და ასევე მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი. შესაბამისად, განსაკუთრებული პონტიფიკატია ისეთი გამორჩეული, რომელმაც ეკლესიაში მოახდინა რევოლუცია და სწორედაც დაანახა ფრანცისკეს სულით ყველასადმი მზრუნველობა და სიყვარული ეკლესიის მხრიდან. ამიტომ დიდი მადლობა წმინდა მამას თავისი 8 წლისა და მოღვაწეობისათვის, რაც გააკეთა მთელი ეკლესიისათვის და მთელი კაცობრიობისათვის.